მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქრისტიანული კულტურის ძეგლები. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნონა ქარაია, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა დღეს პირველად იმყოფებით ჩვენთან სტუმრად. ჯერ შევახსენეთ ჩვენს მაყურებელს, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი წარმოადგენს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტს და ჩვენ უყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორიც არის Facebook, YouTube, TikTok და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გამარჯობა და მადლობა ქალბატონო. დღეს ვისაუბრებთ, გამომდინარე ცხადია თქვენი ისე თქვათ სამსახურიდან, თქვენი კომპეტენციიდან ვისაუბროთ მოდი აფხაზეთში არსებულ უძველეს ქრისტიანულ ძეგლებზე, რომლებიც იქ დიდი რაოდენობით მოვიპოვება და სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მანდა მაინც კარგად მოვლილი არის გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ აფხაზებს მანდა მაინც დიდი კომპეტენცია არ აქვს ამის მოვლის. ეხლა რუსული მხარეც ალბათ მანდა მაინც კომპეტენცია გააჩნიათ, მაგრამ ალბათ მანდა მაინც თავს არ იკლავს, რომ მოვაროს იქ არსებულ ძეგლებს. აი, რა მდგომარეობაა იქ და არის თუ არა დამაიმედებელი ხდება რაიმე, დამაიმედებელია ის ძეგლების შენარჩუნდეს. იქამდე სანამ ოდესღაც მშვიდობიანი გზით ცხადია ჩვენი სამშობლოს ერთიანობა აღდგება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დავიწყებით, რომ აფხაზეთი მდიდარია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით და ეს კულტურული მემკვიდრეობა შეიქმნა თანაცხოვრობით აფხაზების და ქართველების თაობების განმავლობაში გადმოგვეცა და აი ამ საომარი მოქმედებების შედეგად უმძიმეს მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჩვენ ხელი არ გვეწიფება, ჩვენ ვერანაირ მონაწილეობას ვერ ვღებულობთ მათი კონსერვაცია, რესტავრაციის საქმეში, თვითონ აფხაზებს არ აქვთ ამით სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ გამოგვითხოვს ჩვენი მხრიდან მზაობა, მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ რუსი სპეციალისტები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ კულტურული მემკვიდრეობის ავთენტურობის შეცვლაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პირველი რაც დაიწყეს მას შემდეგ, რაც ტერიტორია დაიცალა ეთნიკური ქართველებისაგან და ეთნიკური სურათი შეიცვალა აფხაზეთში, სწორედ ეკლესიებში შემოვიდნენ რუსი მღვდელმსახურები, დაიწყეს აი ამ ზუსტად ამ ქართული ყვარის წაშლა, ავთენტურობის შეცვლა, ძეგლებს შეუცვალეს იერსახე და აი ყველასთვის ნაცნობი და გახმაურებული. წარწერებით სამ სიტყვაზე ქართული ასომთავრული წარწერებით თუ არის, მათი წაშლა მიდის თუ რა ხდება? მიდიოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ამიტომ აი ახლა თანმიმდევრულად შეიცვალა სიტუაცია. კი, შეიცვალა. ნახეთ როგორ თავიდან ხოს მთლიანად უცვლიდნენ ავთენტურობას. დაიწყეს ძეგლების შეცვლა, გუმბათების შეცვლა რუსულ ყაიდაზე, იმიტომ რომ რუსულ არქიტექტურაში და ხუროთმოძღვრებაში არის ბოლქვისებური გუმბათები. რვალი გუმბათები. ხო, აი ხახვის თბილისში წოდას რუსული ეკლესია, რვალი. აი ზუსტად ისე შეცვალეს დაუშვათ ილორის ეკლესიის გუმბათიც. რა თქმა უნდა, თეთრად ღებავდნენ, იქ მეტლახის იატაკი აყარეს. აი ყველაფერს ცვლიდნენ, მოდით ასე ვთქვათ, საერთოდ ავთენტურობას უცვლიდნენ ძეგლებს. ეს გრძელდებოდა რამდენიმე წელი, იცით, გარდა ილორისა, ბედიაში ბაგრატ მესამის ფრესკა წაშალეს და ძალიან ბევრი ფრესკა გარდა ბაგრატ მესამისა, რატო იძახე, მაგრამ ის იყო გაერთიანებული საქართველოს მეფე, როგორც ქართველთა, აფხაზთა და ქართველთა და აი წარმოიდგინეთ, ახლა მისი ფრესკა რომ ჩამოფხიკეს, სხვას რას უზამდნენ. გამაინტერესებს ისეთ ახლა შეიძლება მომისმენია აფხაზებისგან, რომ ეს აფხაზეთის სამეფო იყო და უსვამრხოლე ხას რომ აი ლაშა გიორგი, ლაშა აფხაზურად ნიშნავს მზეს და ასე შემდეგ. ანუ არ აქვს პრეტენზია რომ ეს ბაგრატ მესამე აფხაზი იყო? რა თქმა უნდა, მაგასაც იძახიან, ხო აი საქმეც მაგაშია, მაინც წაშალეს. და წარმოიდგინეთ ახლა სხვა ფრესკებს რას უზამენ. ანუ ეს ყველაფერი მიმართული იყო ქართული ყვალის წასვლისაკენ, რომ აქ ქართველებს პრეტენზია არ ჰქონდათ, რომ რაიმე არსებობს აქ ქართული. და რა თქმა უნდა, ამაში ხელს უწყობდნენ რუსები, პლუს ადგილობრივი მღვდელმსახურებიც, რომელთაც აი შეხება არქიტექტურასთან, ხუროთმოძღვრებასთან, ისტორიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან არ ჰქონდა და მათი ისა შეხედულებით ცვლიდნენ რაღაცეებს, თვითნებობას ჰქონდა ადგილზე. ეს რისგან იყო გამოწვეული, რომ არ არსებობდა არანაირი კონტროლი. არ არსებობდა არანაირი საკანონმდებლო ბაზა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. და ყველაფერი უნდა იყოს სპეციალისტების მიერ წინასწარ შემუშავებული სქემით, პროექტით გაკეთებული. მათ ესე თქვათ ის ფაქტორი, ესე თქვათ პრეტენზია რომ ბაგრატ მესამე იყო აფხაზი,
გადაძლიერენ, რომ იმ სურვილს ქართული კვალი რა თქმა უნდა, ხო, ეწერა რომ აფხაზთა და ქართულთა, ესე იგი უნდა წაშლილოს. კი ბატონო, გასაგებია. დიახ. და შედეგად მიიღეს ის, რომ მე უკვე მიუხედავად ჩვენი დიდი პროტესტისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგზავნილი წერილებისა, ამაზე რეაგირება არ ჰქონდათ, მაგრამ ისევ, როდესაც თვითონ რუსებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ ისტორიულ ძეგლებთან, ამ ეკლესიებთან აფხაზებს არანაირი კავშირი არ აქვს, რომ ისინი არ არიან ქრისტიანები, არ დადიან ეკლესიაში. რუსებმა კონკრეტულად ვინ? სამოდელოების წარმომადგენლებმა რუსების ასე ვიტყვი ზოგადად. სახელმწიფოს გარშემო. კი, ტელევიზიით გამოვიდნენ და თქვა ესე და ეთყობა. ანუ მან დააფიქსირეს, რომ ეხა რეალურად რა პრეტენზია გაქვს ჩვენ ქართული კვალი იყო? რა პრეტენზია გაქვს ჩვენ თუ ცვლით იერსახეს ძეგლის ან რამეს ვიღაცამ რომ გამოთქვა, რომ ნუ უკვე მასიურად მიდიოდა, ასე თქვა, აი წებელდის ისტორიული არქიტექტურული კომპლექსი იყო და იქ რუს სამხედროებს გადასცეს, იქ პოლიგონი გააშენეს, კედელი ააფეთქეს, პოლონური სასაფლაო ააფეთქეს, ამან ხო გამოიწვია რაღაცა ვიღაცის მხრიდან პროტესტი და მე თავი იმართლეს, თუ თქვენ რა კავშირი გაქვს, საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს ამ ძეგლებთან, აქ აფხაზური არაფერი არ არის. და აი მაშინ უკვე წამოვიდა რაღაცა ტალღა იმისა, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება, თორემ ჩვენ დავრჩებით საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის გარეშე, გამოვარო ჩვენ საერთოდ არა ვართ. აქ რაც ხო, ანუ ესე იგი აფხაზებს გაუშვათ შიში, რომ აქ რაც არის კულტურული ძეგლები უნდა მოუვაროთ, რომ თუ ანგურდები იტყვიან, რომ აფხაზებს არანაირი მემკვიდრეობა არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, აფხაზებს არანაირი მემკვიდრეობა და შეხება ამ კულტურულ მემკვიდრეობასთან არ გააჩნია და ამის შემდეგ დაიწყეს რაღაცნაირად ბოლო. ყურადღების მიქცევა დაიწყეს, დიახ. აი მაგალითად ჩვენი მონაცემებით საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონაცემებით აფხაზეთში დაახლოებით 200 ძეგლი არის. აქედან მართალია 150 დანგრეულია, ან ნაწილობრივ ან მთლიანად, მაგრამ 150 დანგრეულია. კი, ძალიან ბევრია დანგრეული. 33 სხვათა შორის აქვს მინიჭებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და 154 აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამის პარალელურად 2015 წელს აფხაზებმაც იგივე გააკეთეს, მაგრამ აფხაზებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს 1535-ს. ამ ხელა რაოდენობა ახლა იქ ეკლესიებისა და ძეგლების ისტორია არ იყო, მაგრამ მათ მიანიჭეს. ხო, მათ მიანიჭეს ეს სტატუსი მემორიალურ დაფებს, ძეგლებს, საერო ნაგებობებს და ჯამში გამოვიდა 1535. მე აგრძელებდნენ კიდე, უნდა გავაგრძელოთ კიდე მეც მიანიჭეთ, მაგრამ იქ შეაჩერეს ეს პროცესი, არ გაგრძელებულა. თუმცა ამ მინიჭებამ არაფერი არ შეცვალა. იყო ფაქტები, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაც დაუნგრევიათ, მემორიალური რაც მონუმენტური ისიც დაუნგრევიათ, არ აქცევენ ყურადღებას. ამ ბოლო პერიოდში გარდა იმისა, თუ არ ჩავთვლეთ, რომ 2024 წელს სახურავი შეუცვალეს მოქვის ტაძარს, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თუმცა აი გუმბათის მზიდი კონსტრუქციის შეცვლა უნდა და იმასაც ისევ რუს სპეციალისტებს თხოვენ დახმარებას ამ საქმეში, რომ პროექტი და ექსპერტები ჩამოიყვანონ იქიდან, რომ აქ იმათ შეადგენინონ პროექტი. ისე დახმარება უსასყიდლოდ ხდება ესე ვთქვათ. უსასყიდლოდ როგორ, ისევ რუსები არიან დაინტერესებული ამ რაღაცაში. აი, ისინი უსწრიან ალბათ იერსახეს მერე, ხო? რა თქმა უნდა და ეხლა ხო განსხვავდება არქიტექტურა ქართული რუსულისაგან და ის რო ჩამოვა, მან იცის თავისი, მას არა აქვს შესწავლილი, ხო, ქართული. თავისთავად რაც ნასწავლებდა და გაკეთებს ალბათ. ხო, ეგ არის. მე რუსები დაინტერესებულები არიან რატო? აი ახლა ძალიან მტკივნეულად დგას აფხაზეთში შავი არქეოლოგიის საკითხი. აი ძალიან მტკივნეულად, იმიტომ რომ მასიურად შეესივნენ აფხაზებს, ნახეს რომ ძალიან ბევრი რამის აფხაზები აკეთებენ ამას თუ რუსები. ერთობლივი კავშირიც აქვს შექმნილი. მე ამას ხო თანხა სჭირდება, ამას დაფინანსება სჭირდება. რუსები იღებენ ამ დაფინანსებას თავის თავზე, აფინანსებენ ამ არქეოლოგიურ ჯგუფებს. ანუ შავი არქეოლოგია ნიშნავს ალბათ იმას, რომ
თუ რამე საინტერესოს პოულობენ, მე ყიდიან ელემენტარულად. თქმა უნდა, ეხლა ნახეთ. ბიზნესია ჩულებრივი. გარდა იმისა, რომ რაღაცას რო იპოვიან, ჩუმად ყიდიან და ყველაფერს არაჩვენებენ, ამის გარდა ოფიციალურად რასაც ვერ დამალავენ, რესტავრაციის მიზნით რო აფხაზებს რაღაც სპეციალისტებს და ჩვენ გავუკეთებთ რესტავრაციას და დაგიბრუნოთ, გააქვთ რუსეთში და მე იქიდან 20%-იც არ ბრუნდება. ანუ მნიშვნელოვან ნაწილს თვითონ იტოვებენ. ასე მაგალითად სრულიად შემთხვევით რამდენიმე წელი წინ ნახეს სორბის აუქციონზე. ცანდრიფშის ვერცხლის თასი იყო ესეთი. თუ ამდენი რაღაც არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომ შავი არქეოლოგია იქცა მონგებიან ბიზნესად. ძალიან მონგებიან. საბჭოთა პერიოდში რატო არ მიდიოდა ესეთი ინტენსიური გათხრები? საბჭოთა პერიოდში თუ არ დაგიმტკიცებდნენ გეგმას, უფლებას, ესე ხო თვითნებურად ვერ აკეთებდნენ და ხო პროცედურა ხო ბიზნესად ვერ აქცევდნენ. ახლა ბიზნესად არის ხდება. ახლა ნახეთ თავიდან თუ აფინანსებდნენ ამ არქეოლოგიურ გათხრებს. აი ხო მაგალითად შეაშანი იყო ჯგუფი ისევ რუსეთიდან ჩამოსული, არავინ არ გააფინანსა, არც რუსულმა მხარემ, არც აფხაზურმა, თავისი ოჯახის სახსრებით ჩამოიყვანა თავისი შვილები და აწარმოებდა გათხრას. რატომ ახლა ეს ხო ხარჯებთან თან ადგილობრივ მოსახლეობას ხო იხმარ მარტო შენ ხო ვერ გათხრით რამდენი ჯგუფი უნდა აიყვანო მუშების. იმიტომ რომ მას უღირდა ის. მე რაც მან იპოვა, მან თან წაიღო. არაფერ არ დაუტოვებია. და შვილებით ჩართვა ამ ბიზნესში. ბიზნესად აქვთ ქცეული. ახლა ნახეთ, აი საყურადღებო სოჩაში რო იყო ოლიმპიადა, გახსოვთ მაშინ გაზიდეს. სანამ მიდიოდა მშენებლობა. აი აფხაზეთიდან გაზიდერ თემინერტული მასალები პლაჟიდან, ხო? და ეხლა მიდის უკვე შავი არქეოლოგია გაზიდვა განძეულის რეალურად. დიახ, აი წარმოიდგინეთ ახლა თვითონ აფხაზებმა დააყენეს საკითხი, აი როგორი მნიშვნელოვანია ფსოუს კონტროლი, ფსოუს გაშვები პუნქტის გაკონტროლების, რომ არ გაიტანონ კულტურული მემკვიდრეობის აი ეს არტეფაქტები. არ უთქვია თენგურზე, აი უშუალოდ და პირდაპირ მითითება აქვს. აზრობენ იქ FSB დგას ახლა იქ საზღვარგარეთ. ადრე საშუალებას FSB რო დაიცვა. რა თქმა, ნახეთ რა ხდება. რო გაგაქვს ეს რა თუ სპეციალისტი არა, რა იცის ეს კულტურული სპეციალისტები არა. და ზუსტად მაგას იძახიან, რომ აუცილებლად უნდა დავაყენოთ სპეციალისტები. უკვე იმდენად ბევრი გადის, რომ აუცილებელია მუდმივად ერთი სპეციალისტი იდგეს. რომ ეს განცემ მაგის საშუალებას. და თუ კიდევ ამას ახლა ხო შეიძლება მოხდეს გარიგება ელემენტარული FSB-ს ოფიცერსა და აფხაზ შორის ორივემ გაიყოს მოგება ჩაოლებრივად და ახლა ნახეთ რა ხდება კიდევ ჩამოვიდნენ რუსი სპეციალისტები თუნდაც აფხაზ სპეციალისტებთან ერთად გათხარეს რაღაც ობიექტი რაღაცა იპოვეს წაიღეს წავიდნენ ადგილობრივები ესევიან იმიტომ რომ იციან რომ კიდევ არის და შედიან უფრო ღრმა ფენებში ამით აზიანებენ რა თქმა უნდა უკვე შემდეგი ისტორიის შესწავლისათვის უკვე დაზიანებული ფენა ხდება უკვე სპეციალისტ რომ მივა. ადგილობრივები აგრძელებენ. ამიტომ ახლა იძახიან რომ აუცილებელია კონტროლი. აუცილებელია. ეს არის ჯანმრთელობის ელემენტარულად. სპატუარფერი. არა ინტერესებს ეთყობა ეს მხარე. ხო, ნუ და უკვე ამის შესახებ რომ აი ასე არის. ნუ ზოგადად საომარი მოქმედებების შემდეგ თელსოფლიოშია გავრცელებული შავი არქეოლოგია და აქ ხო ყვავის და ყვავის აფხაზეთში. ხო, ნუ კონტროლ ტერიტორია. ხო, კონტროლ ტერიტორიაზე. ეხლა რაც შეეხება მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციებიც არ შედიან. ვერ შედიან. ნუ არ უშვებენ. არ უშვებენ. ხო. იყო მცდელობა რომ შესულიყო 2015 წელს ჩვენ ქართულ წარმომადგენლებსაც უნდა დოთ კომისიაში ყოფილიყო თუნდაც ერთი წევრი წარმოდგენილი და კატეგორიული ვარი განაცხადეს რომ ერთი სპეციალისტი თუ იქნება ქართული არც ერთ არ შემოგიშვებთ და რაღაც ცირე ჯგუფი რომელიც ძირითადად მაინც რუსი სპეციალისტებით იყვნენ დაკომპლექტებული მხოლოდ ის შეუშვდა მის მერე არ გვაქვს ფაქტი ყოველ შემთხვევაში რომ შესულიყვნენ თუ ესე გაგრძელდა ამ ტემპით როგორ გონია ძალიან ცუდ შედეგამდე მიიღო. რამდენ ხანში გაჩანაგდება იქ ორო? ეგ არ ვიცი, ტემპს გააჩნია, მაგრამ ნუ აი იქეთკენ რომ მიდეს ყველაფერი. ახლა ნახეთ აფხაზებმა რა დაიწყეს ამ ბოლოს. მხოლოდ იმ ძეგლებს აქცევენ ყურადღებას, რომელიც ტურისტულად მონგებიანია. ახლა ეს ხო არის შუა საუკუნეების შუა საუკუნის ძეგლები და ეს ეკლესიები ძალიან დიდი სიწმინდის მატარებლები არიან და ამიტომ თუ რაიმე ტურისტული მარშრუტი იგეგმება აფხაზეთში ძირითადად მაინც რუსეთიდან შემოდიან
ყველა მარშრუტში არის რომ მოინახულონ ბედია, მოქვი, დრანდა, ბიჭვინთა. იქ არის შემორჩენილი თუ წაშალეს ქართული ასომთავრული წარწერები. თითქმის წაშლილია. კი. და რამე წარწერები არის ძველი საერთოდ? ქართული თუ წაშალეს რამ დარჩებოდა? არა, ბერძნული დარჩა ალბათ. ხო, ბერძნული ცოტა არის, მაგრამ ეს ქართული წარწერები რაც რისი მოფხება შეიძლება და მოფხეს არის კიდე პრინციპში დოკუმენტური მასალაც გვაქვს და არის კიდევ მუზეუმში აქვს გადატანილი უკვე ქვებზე ამოტვიფრული წარწერები. ეპიგრაფიკა ხო რაც არის რაღაცები არის. ზოგი აქვს გამოფენილი, ზოგ საერთოდ არ ფენენ, მაგრამ არტეფაქტები შემორჩენილი არის. ვერ უარყვეს რომ ჩვენი ქართული წარწერა იყო ასომთავრული, მაგრამ ახლა ამ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად დაიწყეს ისტორიის გაყალბება. ზოგადად ეკლესია ხო არის ისტორიის ჭეშმარიტების ინფორმაციის მატარებელი. ანუ რო არის ქართულ ენაზე წარწერა და ის მოგიწევს ვინ ააშენა, როგორ ააშენა რა. წერა კითხვა თუ იცოდა ვინმე, იცოდნენ ეკლესიაში. რა თქმა უნდა. და აი ეს წარწერები რომ ჭეშმარიტებას, ისტორიულ ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ზუსტად ეგ არ უნდათ. და ყველანაირად ცდილობენ. იგივე ეს ქართული არქიტექტურა უნდა შესწავლონ ბიზანტიურ აფხაზურით და რაღაცა ცდილობები აქვს. არსებობდა მსგავსი ბიზანტიურ აფხაზურით. არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ეხლა ყველანაირად ცდილობენ. ამით ამტკიცონ, რომ ეს ყველაფერი მათია. გასაგებია. ძალიან საინტერესო იყო და მანდამაინც დამაიმედებელი არა, მაგრამ რა საერთოდ ვიცოდეთ. ყოველწლიურად ჩვენ ისედაც გთხოვენ ინფორმაციას და ყოველთვის ვცდილობთ, აი როგორ გითხრათ, თითქოს პულზე ხელი გვიჭირავს, რომ რაიმე არ გამოგჩეს, არ გამოგვეპაროს, ყველაფერი დავაფიქსირო და სხვათა შორის ჟენევის ფორმატიც იხილება მე ეს ყველაფერი და თვითონაც უყვირთ რომ საიდან გვაქვს ავდენი ინფორმაცია, საიდან რატო ვიგებთ ამას საერთოდ რო აკეთებენ და თუ აინტერესებს, ხო, აი ეგეთი რაღაცები არის. საჭიროა გასვი რაღაცა ვიცოდეთ, ძალიან დიდი მადლობა და ყურადღებას ვერ მოვადუნებთ ვერანაირად. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია, თქო ვერ მოვადუნებთ. დიდი მადლობა, მომავალშიც გელით აუცილებლად ჩვენ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ჩვენი განცემა ისე დაბრუნდება, მადლობა. მადლობა დიდი.